აფხაზეთის მოზარდ ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრისა და გორის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გორში ჩასახლებული დევნილებისათვის ქალაქის კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია საქართველოს კომიტეტის მხარდაჭერით მოეწყო და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეს დაგეგმილი იყო, რა თქმა უნდა, ძირითადში დევნილი მოსახლეობისთვის, რომ ჩაგვეტარებინა კონცერტი და ერთი ნათელი დღე გვეჩუქებინა მათთვის, იმიტომ რომ მაინც და მაინც განებიურებულები არ არიან. შეიძლება დედაქალაქში იყოს ეს თბილისში, მაგრამ პერიფერიებში ნაკლებად ხდება მათთვის ასეთი რაღაც ღონისძიება და ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ, რომ რაღაცით გვინდოდა გვესიამოვნებინა მათთვის. ღონისძიების მიზანია, რომ იმ დევნილ ახალგაზრდებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქოთ ის ყოფა და ცხოვრება, რომელშიც დღეს ისინი არიან. ეს არის მათი დაახლოება, ვთქვათ, ცხინვალ დევნილების და აფხაზეთიდან დევნილების დაახლოება, მათი შემოქმედებითი წრეების გაცნობა და ურთიერთობების ამაღლება. აფხაზეთის მოზარდ ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრთან არსებულმა როკ ანსამბლმა და ხალხური საკრავების ანსამბლმა, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო სტუდიის აღსაზრდელებმა მაყურებელს დაუვიწყარი მუსიკალური ნომრები წარუდგინეს, რამაც მოწონება და დადებითი ემოციები გამოიწვია. საღამო იყო ძალიან კარგი. და კარგი იქნება თუ კიდე ჩატარდება მსგავსი საღამო. ეს კონცერტი დევნილ ბავშვებს ეკუთვნის, მათ ეძღვნებათ და თუ რა იმის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, თუნდაც მცირედის, ჩვენ ყოველთვის გვერდში ამოვუდგებით მათ.